D-ვიტამინის დეფიციტი გარდა იმისა, რომ მოქმედებს გარკვეულ სიმპტომატიკაზე, ანუ იწვევს გარკვეულ ჩივილებს, D-ვიტამინი ასევე ძალიან აქტიურ და დიდ როლს თამაშობს ჰორმონების წარმოქმნაში ჩვენს ორგანიზმში. შესაბამისად, მისმა დეფიციტმა შესაძლებელია მაგალითად ავტონომიურად გამოიწვიოს გარკვეული ცენტრალური ჰორმონების დარღვევა, მათ შორის თირეოტროპული ჰორმონზე ზემოქმედებაც. ასევე ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე აქვს მას დიდი ზეგავლენა, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს გარკვეული ფსიქოემოციური ლაბილობა. საქართველოს არ გახლავთ ესე ვთქვათ სკანდინავიური ქვეყნების სიაში, სადაც შეიძლება იყოს მზის დეფიციტი, ხო? საკმაოდ მზიანი მხარე არის, მაგრამ თითქმის ყოველ მეორე თუ არა და ყოველ მესამე ადამიანთან აღინიშნება ვიტამინ D-ს დეფიციტი. ეს ძალიან მრავალ ფაქტორზე არის დაკავშირებული. მაგალითად, ერთ-ერთი გახლავთ ის, რომ ჩვენი საკვები რაციონიდან გამომდინარე ორგანიზმში არ არის ის ყველა ნივთიერება, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს D-ვიტამინის წარმოქმნას. შესაბამისად, ჩვენ შეიძლება მივიღოთ რუჯი და ყოველდღიურ პრაქტიკაში მე მყოლია ძალიან ბევრი პაციენტი ზაფხულის შემდგომ პერიოდში, როდესაც აქვთ არაჩვეულებრივი რუჯი, შეფერილობა, მაგრამ D-ვიტამინი არის დაბალი. იმიტომ რომ ჩვენ ხშირ შემთხვევაში არ ვღებულობთ იმ საკვებ ნივთიერებებს, რომელიც აუცილებელია D-ვიტამინის წარმოქმნისთვის ჩვენს ორგანიზმში. D-ვიტამინის დღიური დოზა ზრდასრულ ასაკში გახლავთ 2000 საერთაშორისო ერთეული ზრდასრულებში და ბავშვებში ეს არის 400 საერთაშორისო ერთეული. ამიტომ იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ რაც ვახსენეთ, ხომ, გამომუშავება უფრო ნაკლები არის ვიდრე მოხმარება, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ რომელ D-ვიტამინს ავირჩევთ ჩვენ, იმიტომ რომ D-ვიტამინი ძალიან გაჯერებული არის ჩვენი ფარმაცევტული ბაზარი. ზოგიერთი არის, ვთქვათ, ტაბლეტირებული ფორმით, კაფსულირებული ფორმით, განსაკუთრებით ბავშვებზე არის საუბარი და დოზირებაზე ჩვენ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ბავშვს ვაძლევთ იმ რაოდენობას, რა რაოდენობაც მისთვის არის რეკომენდებული. და ვიტაფეროლს აქვს თავისი დოზატორი, რომელიც არის სერტიფიცირებული, ნიშნავს იმას, რომ ერთი დაჭერა მასზე ნიშნავს ერთი წვეთის გადმოსვლას, რომელშიც არის ზუსტად 400 საერთაშორისო ერთეული. ყველაფერს ფაქტიურად აკმაყოფილებს ვიტაფეროლი და შესაბამისად ის ნამდვილად არის ბრენდი, რომელიც უნდა იყოს ყველა ოჯახში და რომელიც შეუძლია გამოიყენოს ყველა ოჯახის წევრმა.